ოკეი, მოგესალმები. მე ვარ ნიკა, ჩემს ასენასახელი რო ვარ დატო. იმედია რომ კარგად ხარ, ყველაფერი კარგად გაქვს. დღეს არის ძალიან კაი ამინდი და ფარდები გადავწიე, სულ ბნელ სტუდიაში ვარ ხოლმე და გადავწიე ფარდები და იმედი მე ფერები კარგად დაჯდება. პრინციპში, სანამ დავიწყებ ლაპარაკს, გეტყვი რომ მე ვასწავლე Ableton-ს, თუ გენდომება კერძო გაკვეთილები, შეგიძლია მომწერო Instagram-ზე, თუ გენდომება გაკვეთილები ჯგუფთან, შეგიძლია Synthesia Lab-ში მიიწერო, დარეგისტრირდე ჩემს კურსზე, რომელიც მაისში დაიწყება. ხო, პრინციპში დღეს რასაც ვილაპარაკებ, არის ძალიან ახლო თემა ჩემთვის. იმიტომ რომ რაღაცა სულ ელექტრონულ მუსიკაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ალბათ იქნება გამომდინარე, რომ უმეტესწილად ადამიანებს ელექტრონული მუსიკა აინტერესებთ. სულ ელექტრონულ მუსიკაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემთვის რაღაცნაირად უფრო ბუნებრივი და უფრო ესეთი სახში ვგზნობ აკუსტიკურ მუსიკაში რა, ელექტროაკუსტიკურ მუსიკაში. და იმიტომ რომ ჩემ ბექგრაუნდი ეგეთი არის, რომ აკუსტიკური მუსიკიდან მოვდივარ, აკუსტიკური მუსიკიდან შემოვედი ელექტრონულში და შესაბამისად, ვისაც ვუსმენ ხოლმე, ყოველთვის ეგეთი მუსიკოსები მაინტერესებენ, ვისაც ბექგრაუნდი აქვს თქვათ აკუსტიკური და მერე იწყებენ ელექტრონული მუსიკის კეთებას და არის აბსოლუტურად სულ სხვანაირი მუსიკა ყოველთვის მერე რა, შეიძლება ჯაზმენი იყო, რომელსაც ელექტრონული კეთება დაიწყო, ან კლასიკური მუსიკიდან მოდის და მერე დაიწყო ელექტრონული კეთება. ანუ ეგრევე ეტყობა რა, არანჟირებაზე, დეტალიზაციაზე, ხედვაზე, დრამატურგიაზე, ყველაფერზე ეტყობა რა კომპოზიციას, რომ ისეთი მწონიანი მუსიკას გაკეთებული არის რა. მაგალითს გეტყვი. მაგალითად Brad Mehldau ძალიან მიყვარს, Nils Peter Moore-ი ძალიან მიყვარს, Floating Points-ი ძალიან მიყვარს, Jojo Mayer-ი ძალიან მიყვარს. კიდე ძალიან ბევრი მუსიკოსი მოკლედ ესე ვინც აკუსტიკური მუსიკიდან გადავიდა ელექტრონულში და აი ხა რა მაგათ შეგვიძლია სადო მოусმინო, ეგრევე მიხვდები იმ სიღრმეს რა, რაც აკუსტიკურ მუსიკას ახლავს, იმიტომ რომ რაღაცნაირად რომ ისწავლო ეს ინსტრუმენტები, ხო, ძალიან დიდი შრომა გჭირდება, ძალიან რომ ინსტრუმენტს დაუახლოვდე ჯერ იმ რაღაცა ჩარჩოში, რაშიც გსვამს ეს მეცადინეობა, ჯერ მაგაში უნდა მოექცე, მე ამ ჩარჩოდან გამოხვიდე, შეიძლება 10 წლეულები და ალბათ 10 წლეულები გჭირდება მაგას, რომ რაღაცნაირად ეს პატერნი გაარღვიო და შესაბამისად მე ამ ახალი პატერნიდან, რომელიც რაღაც ექსპერიმენტების ხარჯზე ირღვევა რა, ეგ პატერნი ჩნდება ახალი მუსიკა, რომელიც ძალიან საინტერესო არის. ხა მე ცოტა პროფესიონალურად უყურებ ამას, პროფესიულად უყურებ ამას და შეიძლება ძალიან ესეთი კუთხე არის, რომ ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, მაგრამ whatever, ანუ ჩემი ნაწილი ეგ არის რა, ეგრე მეფიქრება ხოლმე და ამიტომ დღევანდელი თემაც იქნება ძალიან საინტერესო ჩემთვის, იმიტომ რომ ვისაუბრებთ ფიზიკურ მოდელირებაზე. ეს არის სინთეზის ისეთი ასპექტი, სადაც ანუ ცდილობს სინთეზისი ცდილობს რომ გაიმეოროს რეალური ფიზიკური ობიექტების საუნდი. ანუ რაღაცა დააგენერიროს ეს ცოტა დეტალურად მეც არ ვიცი ზუსტად რა ხდება, როგორ ხდება იქ ასპექტები, მაგრამ ანუ პირობითად აი რა ვიცი, ჩელოები, მარიმბა, თქვათ, ქსილოფონი იქნება, ეს თუ აი რაღაც 1000-ნაირი ცოცხალი ინსტრუმენტის დასინთეზებას ცდილობს, ნაცვლად იმისა, რომ დაისემპლოს, იმიტომ რომ თქვათ, აი შეგიძლია დასემპლო იგივე ინსტრუმენტი, რომელიც მე ძალიან შეზღუდული არის, მარტო იმ სემპლს გიკრავს, რაც გაქვს, ხო? და ამ physical modeling-ში არის, რომ ეს სინთეზდება ყველა საუნდი და ეხლა პრინციპში დღევანდელი ვიდეო მაგას დაეთმობა თავიდან ბოლომდე და მოდი შევყვინთავთ თან. ანუ პრინციპში რაზეც ვილაპარაკებთ დღეს იქნება collision ესეთი ინსტრუმენტი არის, რომელიც არის ანუ physical modeling რა, ანუ ეგეთი სინთეზის ასპექტი არის, რასაც გითხარი. ანუ მოდი ჯერ მოგესმეინებ თქვათ როგორი არის. by default არის ეგეთი ტიპი. ანუ ესე იგი როგორი მუღამი არის რა, ორი ასპექტი აქვს ხამ collisions რა. არის ეს მარცხენა მხარე, აი ეს კუბიკი, ობიექტი, რომლითაც ურტყამ ამ ინსტრუმენტს, ანუ ჩათვალე რომ რაღაც აი სიტყვას ქსილოფონი რო აიღო. ქსილოფონი ხო არის რაღაც პატარა რაღაც ინსტრუმენტი, რითაც უნდა დაარტყა, ხო, ქსილოფონს რო საუნდი გამოსცეს. ჩათვალე რომ აი ეს ნაწილი არის როგორი ინსტრუმენტით ურტყამ რაღაცას და ეს არის როგორ მატერიალს ურტყამ. ანუ შეგიძლია ახლა თქვა beam არის არჩეული და არის ეგეთი საუნდი, ანუ აი beam-ს ახლა ურტყამთ. შეგიძლია ამას decay შეცვალო, თვითონ მატერიალი შეცვალო, როგორ მატერიალზე ურტყამს და ასევე აქვს კიდე რამოდენიმე სხვადასხვანაირი, აი თქვა მარიმბა, ნახე.
მოდიოთ ცოტა ქვედა ოქტავაში. მაგარია. და იმის მიხედვით ახლა როგორ მატერიალს ავირჩევ, იცვლება საუნდიც, ხო? DK არის რილიზი რა, ანუ ნოტის სიგრძე. რა თქმა უნდა, შემიძლია 5 წამი იყოს ნოტის სიგრძე, 8 წამი შემიძლია თქვა მილიწამები იყოს, ან უფრო პატარა, ხო? თქვა 5-ი ავიღოთ. მაგარია. და tube-ი ავიღოთ თქვა. სხვადასხვანაირი ისინი არის რა, ანუ ესე ვირტუალური ობიექტები, რომლებსაც რაღაცას ვურტყამთ, ხო? და ეს რაც ვურტყამთ არის აი ეს ისა, ხო? მოდი აბა მაგალითად ავიღოთ მარინბა ისევ. და თქვათ, აი თქვათ მალიც თუ გათიშავ, ნახე, ეხა ვუკრა, მაგრამ საერთოდ არ გამოდის, იმიტომ რომ იდეაში არაფერი არ არის, რითაც დავარტყამდით ამ ინსტრუმენტს, ხო? შესაბამისად, ამ მალიც რო ირჩევ, გაქვს რამოდენიმე ისე, შეგიძლია stiffness, ანუ რაც უფრო stiffness გაზრდი, უფრო უხეში არის რა, თვითონ ის ინსტრუმენტი. დაუკლებ და უფრო რბილდება ეს ინსტრუმენტი, რითაც ვურტყამთ რა. noise არ ვიცი ეს noise როგორ მუშაობს, მაგრამ ნუ აი ამ ინსტრუმენტის რითაც ვურტყამ, მაგ ინსტრუმენტის იმას ცვლი რა, ზედაპირს. ასე შეგიძლია noise-ითაც მოახდინო, noise-იც იყოს source-ი, რომელსაც დაარტყამ. ოღონდ noise-ი ოდნავ უფრო ხმადაბალი არის და TTP. მე კიდე რა გვაქვს რა? ანუ ეს გვაქვს ორი რეზონატორი, ანუ ეს ვირტუალური ინსტრუმენტი, რასაც შეიძლება დაერთხას რა. ეხლა ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი არის ჩართული, ზუსტად იდენტური არის ორივე რა. ანუ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის პრინციპში შევცვალოთ მაგალითად position left, position right. ჩათვალე რომ ვირტუალური მიკროფონები არის, ან ვირტუალური მიკროფონებით განსაზღვრო როგორ აიღო ეს ინსტრუმენტი, რასაც ვურტყამ რა. აი მაგალითად ეხლა რო ავიღოთ ეს stream რა ვნახოთ. ახლა თქვა ეს პოზიცია რომ შევცვალო მიკროფონს. აი ნახე როგორ შეიცვალა. ან თქვა სხვა აი მემბრანა. აი ნახე როგორ იცვლება საუნდი იმის მიხედვით თითქოს მართლა მიკროფონს ამოძრავებ ეგეთი განცდა არის რა. მოდი ახლა სპექტრუმს მოვიტან და კარგად რაღაცებს გაჩვენებ რა. სპექტრუმი არის ისეთი ანალიზატორი, რომელზეც ჩანს სიხშირეები ძალიან კარგად. ნახე რა ხდება რა, პრინციპში ჩვენ გვაქვს ეგეთი ამ იმაში რა ქვია. მოდი ოქტავით ზევით ავიტან. გვაქვს რამოდენიმე ხო, ну, რეჟიმები სხვადასხვა ისა, ზედაპირები, რასაც შეგვიძლია რომ ვურტყათ. რითის ვურტყამთ ეს რაც მალეთ, ანუ ეს რაც ინსტრუმენტი რაც დავარტყამთ და რეჟიმები გვაქვს რა, გვაქვს eco, low, mid და high. ანუ პირდაპირ CPU-ს იმაზე არის, რა თქმა უნდა, eco არის ყველაზე CPU friendly და high არის ბევრ CPU-ს მოიხმარს. მაგრამ რაც საკეთებს არის რომ აი იმაზე ჩანს ვიზუალურად დააკვირდი აი ამ ნაწილს ვიზუალურად ჩანს რომ ობერტონებს აკლებს. ახლა eco mode-ში ძალიან ცოტა ობერტონი არის, როცა high mode-ში ნახე რამდენი ობერტონი დაამატა, ანუ უფრო rich, უფრო მდიდარი ობერტონებით სასებგერა იქნება რა. და ნუ ასე შემდეგ ყველაზე იგივენაირად მუშაობს რა. ახლა შეიძლება high-ს და mid შორის მაგხელ განსხვავებას არ იყოს? ხო, არ არის. კი არის, კი, აი აქ ნახე, პატარა ობერტონები ქონდა, ახლა აღარ აქვს. და ნუ eco-ში საერთოდ უფრო ობერტონების გარეშე არის, ასე შემდეგ. ეს კი მივხვდი, რომ ეს არის, რა ქვია, პოზიცია და თქვა, ახლა შეგიძლია, რა თქმა უნდა, ეს tone როგორც აქვს გიტარას, ანუ ეს brightness-ი არის, ანუ ავწევ და უფრო მაღალ სიხშირეებზე იქნება, მაღალი სიხშირეები, ნახეთ, აი აქ ჩაეწია დაბალ სიხშირეს, ანუ უზრო დაუბრუნდება და მარცხნივ გადმოვწერ, უფრო დაბალი სიხშირეები იქნება, მაღლები არ იქნება იმდენი რა. ეხლა ერთი დეტალი რა, ეხლა ვაჭერ ნოტა დოს, შესაბამისად უკრავს აი 260 Hz, 265 Hz დოში რა. ხო, 260 Hz არის აი ეს ფუნდამენტური სიხშირე. და ამის მერე უმატებს ობერტონებს ოქტავით ზევით, ოქტავით კიდე ზევით, ანუ ეს ყველა არის თითქმის სავარაუდოდ დოებს, ყველა არის დო, ოღონდ ოქტავით ზევით ეს ობერტონები რა. და ეს რო არის ინჰარმონია, ანუ მაგას აკეთებს, რომ აი ამ ობერტონებს იმასთან მიმართებაში თუ ძირითადი ნოტი რა იყო, გაწევს ან გამოწევს და გამოიწვევს ცოტა დისონანსურ საუნდებს, ნახე? ახ თუ დავუყურებ, აი დავუყურე ეგ ობერტონები როგორ მოძრაობს. ოკეი. და იქიდან გამომდინარე მე რომელ რეჟიმს აირჩევ, შეიძლება გაგიხსნას აი ratios.
ხო და ჰითი არის პრინციპში ზედაპირის ცენტრში დაარტყას, დასაწყისში დაარტყას, ბოლოში დაარტყას, აი საუნდზე და ხე თეორიულად არ არის ეს და იმახსოვრებოდ მნიშვნელოვანი არის რომ პურით ექსპერიმენტა და რენდომი არის რომ ჰიტს გირენდომებს. მოკლედ. ეს არის ეს. ეხლა მთავარი მუღამი რაც ამ ინსტრუმენტში ძალიან მაგარი და ძალიან საინტერესო არის აი ეს რეჟიმი რა, როცა შეგიძლია პრინციპში შენი velocity-ის მიხედვით, ნოტების velocity-ის და ნოტების მიხედვითაც შეგიძლია და რაც მოდულაცია გავუკეთო პარამეტრებს. ანუ თქვა velocity-ის იმას თუ გაზრდი, აი მალეთ volume ვაწერია, ხო? არის აი ეს. რეალურად velocity-ის მიხედვით შეიცვლება ანუ volume. ანუ რაც უფრო დიდი იქნება velocity, უფრო ხმამაღალი იქნება. შესაბამისად, რაღაცნაირად უფრო ნატურალურ ბგერასაც მივიღებთ რა. ოკეი. ოკეი, ეს ახლა ზედაპირული ინფორმაცია ამ collision-ზე რა. ეხლა კიდევ სადაც მაგალითად მიდი ინფორმაციის დაგენერირება რა. მაგალითად დავარქვი ვიდეოს ფიზიკური მოდელირება და AI რომ იდეაში AI რა თქმა უნდა ეს არ არის. მაგრამ AI-ს ვეძახი, იმიტომ რომ ანუ ეგეთი ჩაშენებული device-ი არის, რომლითაც შეგიძლია დააგენერირო ძალიან საინტერესო მელოდიები რა. CD, აი ამ generation შემოდიხარ. გვაქვს რითმი, CD, ანუ რითმი არის რითმისთვის, CD არის მელოდიებისთვის და stack არის აკორდებისთვის. ახლა მოდი CD-ზე ვიმუშაოთ მარტო. მოდი ჯერ დავაგენერიროთ რაღაცა რა. ეს generate-ს მივცემ და მოვუსმინოთ რა გააკეთა. თქვათ მოდება შემდეგი. აი ახლა ეს სასურველად დაგვიგენერებს, ანუ მოდი მინორი გავაკეთეთ რა, მინორული პენტატონიკა იყოს. ოკეი. ეხლა მოდი ლოგიკას გეტყვი როგორ მუშაობს რა. ფიჩი არის დიაპაზონი, ანუ C3-დან C5-მდე რომ მიწერია, არის აი C3-დან, აი ამ ნოტიდან, რაც ახლა აქ არის, C5-მდე დიაპაზონში გააკეთებს. ანუ თუ მივცემ უფრო დაბალ დიაპაზონს, რა თქმა უნდა, უფრო ქვევითაც დამიგენერირებს ბევრ ნოტას, ხო? დაიცა. აი ეხლა დააგენერებს აი C-ს ქვევითაც არის, ხო? ანუ მეორე ოქტავის Fa-დან დაწყებული, მეხუთე ოქტავის Do-მდე ყველაფერს აი ამ დიაპაზონში ყველაფერს დააგენერირებს. Duration არის ნოტის გრძლიობა რა. ეხლა არის 64-დი ნოტებიც არის, აი ეს არის 64-დი. და არის მერვედი ნოტებიც, აი ესენი არის მერვედები, ცოტა დიდები. შეგიძლია შენი გემოვნები თქვა და იყოს მე-16-დები და მე-4-დები მაგალითად. და ეხლა რომ თავიდან დავაგენერირებინებ, აი არის ეგ მე-4-დიც არის, აგერ მე-16-დიც არის რა. და იმის მიხედვით რა გჭირდება, მაგალითად ახლა მე მინდა რომ იყოს მე-16-დები და მერვედები. ან იყოს 32-დებიც რა. და ამას დავშლი ახლა თავიდან დავაგენერირებ. აი, რასაც. ბოი, მაგარია. კაია, ამას შევინახავ. და შემდეგი არის, შენი. შემდეგი არის velocity, ან დარტყმის ზალა, დიაპაზონი, რამხელა დიაპაზონი, რაც უფრო დიდი დინამიკა გექნება, რა თქმა უნდა, უფრო ესე ინტენსიურად იმოქმედებს ეს დიაპაზონი, უფრო დიდი velocity, ან დიდი დიაპაზონიანი velocity-ები იქნება. voice არის ერთდროულად რამდენი ნოტი გააჟღეროს, ან თქვა voice-ი რო 2 მაქვს, აი ერთდროულად რაღაც მომენტში 2 ნოტი გააჟღერა. და density არის ნოტების რაოდენობა, ხო? აი ხა მუშაობს აუტოზე. აუტოს რო არ ჩაურთავ. აუტოს თუ ჩაურთავ, მე აი ხა გაჩ. და density არის ნოტების ინტენსივობა, რაც უფრო მეტი არის density, რა თქმა უნდა, ეხლა ჩანახეთ დაუკლებ და მოვუმატებ ამ density-ს და იმის მიხედვით რაც მაქვს არჩეული, იმის მიხედვით ნოტებს სიზამს. ოკეი, ეს იყოს. მინდა რომ მარტო collision-ით გავაკეთოთ დღეს რაღაცები რა. დომინო პენტატონიკაში ვართ. ან მოდი რეში ვიყოთ რა, რეში ვიყოთ. და ამ ყველაფერს ავწევ ერთი ტონის ზევით. 1-2. რო რეში ვიყოთ რა. იყოს ამან ეს რაც საკეთებს, აკეთოს. ცოტა დავაეფექტებ ახლა. შეიძლება რედაქციით ვცადოთ. იყოს ხო, nice. და reverb-ი მიცეთ, hybrid reverb მაგალითად. აუ ძალიან კაია. და delay-ც მიცეთ მოდი. ცოტა დაბალი feedback-ით, ცოტა დაბალ სიხშირეებში იყოს. ძალიან კაი არის, ძალიან.
კაი, ეს ერთი collision-ი გვაქვს. რაღაც მელოდია იქნება ეს რა. ეხლა ბასი გავაკეთოთ. შესაბამისად ისე გამოვიყენებ ამ AA-ს. ავიღებ double regis, მაგალითად, აი ქვედა ოქტავის ფადან თქვათ რედან რემდე იყოს. ნოტები იყოს მე-16 და მე-8-დები, velocity-ები ცოტა უფრო მეტი velocity კონდეს, voice-ის 2 არ მინდა, იმიტომ რომ ბასი არის და მინდა რომ თითო-თითონად იყოს და density მაღალი იქონდეს. Generates მივცემ და ნახავ რა გაკეთებ. Okay. და ხა sound გავაკეთეთ რა. მაგარი. ცოტა ენულობი დავადე pitch-ზე. და ნახე მეორე რეზონატორი შეგვიძლია ჩავართოთ. ეს ორ რეჟიმში მუშაობს. არის რომ ჯერ ერთი რეზონატორი მეორეზე მოქმედებს, რაც ძალიან კიმებს რადიკალურად ძლიერი მებს იღებს რა, რა ქვია. ანუ ეს bandpass ფილტრებით არის გაკეთებული. ეს ერთი bandpass ფილტრი რომ მეორეში გადის ძალიან ინტენსიური გამოდის. ამიტომ ამას გამოვიყენებ. ორივე დამოუკიდებლად იმუშავებს რა. და თქვა შემიძლია ცოტა panning გავუკეთო მარცხნივ, ამას ცოტა panning-ი მარჯვნივ, აქ ავიღებ tube, აქ ავიღებ pipe. თქვა Yeah, boy. მაგარი. და მოდი ისე ვქნათ რითმულად, რომ აი თითქოს გადავწევ ოდნავ აი ესე რა. ნახეთ იქნებოდა გამო. ხა მას ძალიან დეგო გამოვიდა. ან მინდა რომ ერთზე არ იყოს, ხო? აი ერთი და აქამდე. აი ეგრე ხო? ისე ანუ ერთზე უკვე აქვს რიტმიკა ამ იმას და მინდა რომ ეს ცალკე ყოფილიყო რა. და ახლა მოდი აკორდები გავაკეთოთ რა. აკორდები გავაკეთოთ ისე collision-ით, რა სწრაფად გამოდის არა? ძალიან სწრაფად გამოდის კაი რაღაცეები. აკორდებს გავაკეთებ იყოს მაგალითად ცოტა დიდი იყოს, აი 4 ტაქტი იყოს თქვათ. 4 ტაქტი იყოს. და stacks-ში ავიღოთ 4 აკორდი პირდაპირ. პირველი იქნება re-ში, იყოს re-ს რომელიც ეს ინვერსი ეს არის ეხლა ცოტა რთული არის ამას გამოვტოვებ მე ეს შეგვიწყდა სახსნა. მეორე იყოს თქვათ fa-ში წავიდე. აი ყურით ვაკეთებ ყველაფერს რა. მე წავიდე თქვათ sol-ში და მე წავიდეთ ისო fa-ში, ან sol-ში არა do-ში. თქვათ აი არ ვიცი და ინვერსიებს ვაკეთებ. ნახავთ რა. და ცოტა დაბლა ჩამოწევ ძალიან მაღალადობის შე. და მოусმენთ აბა როგორ აკორდები გამოვიდა. Okay, აი ოქტავით ქვევით ჩამოწევ. ახლა უკვე აკორდები რადგან მაქვს ხო, სხვა რამე strings ავიღებ მაგალითად. უფრო დიდი decade, აჰა. Okay. და noise მივცეთ მოდი აბა. ეს ვიექსპერიმენტებ, ხა წარმოადგენა არა მაქვს. რას ვაკეთებ მეც. მაგრამ რაც ვიცი მინდა არის რომ გამოვიყენო echo. track მაგრად მოვასება და ეს preset-ი time travels და კოცინას ეს გამოვიყენე ვიდეოში ძალიან გამოსულ და იყოს 100%. სტერეოში. Yeah, boy. Okay. მაგრამ ეს string არ მომწონს, აბა სხვა ვცადოთ. არა membrana თან იმას უკრავს. არა აბა beam იყოს. არა აბა membrana. Okay, no. Hi. ამაგერეთ ახლა ამას ჩავვრთა, პრინციპში ფაილებზე ეს რეჟიმი არ მუშაობს. მაგარია. და კაი, ჩავსათ 4-4-ზე კიკი, რა. ან ჩავსათ. ჩავსათ კაი. რაღაც კიკი ჩავსათ.
ჯგუფთან. ამიტომ რაღაც ახალი edit-ი დავწეროთ საერთოდ. ვიცი რანაირი იქნება, მაგრამ ესეთი იყოს. და ამ randomize გავუკეთებ velocity-ს. ძალიან კაი. მესამეები იყოს აქცენტირებული. ესენი იყოს დაბალი velocity-ით ძალიან. ჯერ დავარენდომ ყველას. ეხლა საუნდები თამაშობ. და მინდა რომ decay გავხსნა რაღაცა ლოგიკით რა, როგორი ის დინამიკა ქონდეს. ამიტომ მოვიდა snakes და decay-ს მივაბამ ამაზე. და ყოველი მესამე გავხსნით აბა. ცოტა მეც. Okay. კაია, მოდი ცოტა სატურაციას მივცემ ამას. და სატურაცია მივცემ. და reverb-იც მივცემ. ვიდრე reverb მივცემ. ჩაუწევ. და იგივე kick-საც მივცემ ცოტა სატურაცია. ან რა საინტერესო სტილად გამოდის რა. რა თქვა ბასზე შეგვიძლია რაღაცები ვითამაშოთ, მაგალითად MP დავადოთ ბასს, აბა ძალიან საინტერესო იქნება როგორი გამოვა. ჯერ დრომა აქვს ხო? აუ ბატარეა ჯდება, რაც ველი არის ბატარეა რა ჯდება. აი მაგლებს ჩაუხსნი პრესებს ვაფშე მოუკლაო. გაიჩება რა. მოკლედ და ნუ რაღაცნაირად ეხლა რა ვიცი ძალიან ეს ექსპერიმენტი არის, მაინც არ ვიცი რა გამოვიდოდა, მაგრამ ნუ პრინციპს კოლჯენის ალბათ ხვდები, ძალიან საინტერესო არის ძალიან რა ამ ინსტრუმენტთან თამაში. არ ვიცი ცადე ბონობოს ერთი ტრეკი არის, რომელიც ეგეთი ის არის მუღამი რა დაახლოებით და ხო, მოკლედ, ძალიან საინტერესო არის რა. მე ალბათ უფრო აქეთკენ წამოვალ ხოლმე რაღაცნაირად ამ ინსტრუმენტზე კიდევ ბევრ ვიდეოს გადავიღებ, რომ ძალიან მევასება ძალიან და რაღაც ექსპერიმენტები ამ ინსტრუმენტზე ძალიან მაგარი არის. მოკლედ, მიხარია თუ ნახე ეს ვიდეო. ხო, იმ მუსიცი რა უკარი modular friends ვაკეთებთ events. არდა გავიწყდეს 17 მაისს, მოდი. აღწერაში დავტოვებ links და see you next time. Ciao.